სემეკის თავმჯდომარესთან ბატონ დავით ნარმანიასთან ვისაუბროთ ბატონ დავით მოგესალმებით მადლობა მობრძანებისათვის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და ამასობაში ვხედავთ საკმაოდ ისეთ კრიზისს აფხაზეთში ჩვენს განუყოფელ ნაწილ ტერიტორიაზე რომელსაც სამწუხაროდ ახლა პირდაპირ ვერც ვეხმარებით ამ ფორმით რამ გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში რომელიც დღეს ამ თვითონ საუბრობენ გრაფიკზე და ასე შემდეგ მოგესალმები ტელემაყურებლებს მოგესალმებით აფხაზეთთან მიმართებაში ბოლო პერიოდში გვაქვს ესეთი ტენდენცია იცით თქვენ რომ ენერგოხესის გამომუშავება ზამთრის პერიოდში პრაქტიკულად ძალიან მინიმუმამდე ეცემა გამომდინარე იქიდან რომ რეზერვუარის შევსება გაზაფხულიდან იწყება თოვლის ინტენსიური დნობის დროს და უხვი ნალექებიდან გამომდინარე და შემოდგომა გვიან შემოდგომაზე მე უკვე ამ რეზერვუარის დაცლა ხდება აქედან გამომდინარე პრაქტიკულად ენერგოხესის ენერგია აფხაზეთს აღარ მიეწოდება აფხაზეთი იძულებულია რომ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს რუსეთის ფედერაციიდან როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა თუმცა გამომდინარე იქიდან რომ რუსული ელექტროენერგიის ფასი ძვირია მათ აქვს შესაძლებლობა მხოლოდ იაფიანი დენი შემოიტანონ ღამის საათებში აქედან გამომდინარე საკმაოდ ისეთი სერიოზული შეზღუდვები და გრაფიკების დაწესება 1-2 საათი არის მხოლოდ გრაფიკით დენი მათ გამოქვეყნებული აქვთ კიდეც გრაფიკები ბოლო დღეების განმავლობაში თუ როგორ ხდება ენერგიის მიწოდება ანუ პრაქტიკულად ენერგეტიკული კრიზისია აფხაზეთის ტერიტორიაზე აი ეს არის რუსეთის იმედზე ყოფნა და ამიტომა მნიშვნელოვანი სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საკუთარი წარმოების მეტად შექმნა ბატონ დავით რომ დაუბრუნდეთ ასე ვთქვათ ჩვენს ვითარებას და რომ ვისაუბროთ იგივე საქართველოში არსებულ ვითარებაზე პერსპექტივაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით საკუთარი შექმნის მიმართულებით კიდევ ერთხელ პრემიერის ამბიციური მაგრამ რეალისტური გეგმა 2030 წლისთვის თვითგმარ ქვეყანასთან დაკავშირებით ამ კუთხით რა მოლოდინები გაქვთ და რა კეთდება შეიძლება ასე თქოს უფრო მეტი რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამ მთავარ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ ეს ყველაფერი ერთი ეს არის ენერგეტიკული რესურსებით თვითკმარობა ანუ ადგილობრივი გენერაციით ადგილობრივი მოთხოვნის უზრუნველყოფა ჩვენ დაახლოებით 7 თვე ვართ უზრუნველყოფილი სხვა თვეების განმავლობაში გვაქვს დეფიციტი აქედან გამომდინარე გვიწევს ენერგიის იმპორტი ან ელექტროენერგიის იმპორტი ან ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან როგორც ეს ბოლო წლებში ძირითადად ხდება და მისი დამუშავება გარდაბნის თბოსადგურებში რომლებიც არის სახელმწიფო საკუთრების და ელექტროენერგიის მიღება ამდენად აქ ბოლო წლებში მიმდინარე ხელშეწყობის კომპონენტი რომელიც მთავრობამ დაამტკიცა აუცილებლად თავის სათქმელს იტყვის და საკმაოდ დიდი მოცულობით ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 2030 წლისთვის მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანა იქნება თვითგმარი. და მეტიც, ამ პერიოდისთვის უნდა გაჩნდეს ასევე დამატებით საექსპორტო ენერგიაც. ჩვენ ენერგიის ექსპორტს ვახორციელებთ, როცა სიჭარბე გვაქვს, ეს არის ძირითადად მაისი, ივნისი, ივლისის თვეები. და თურქეთში რაღაცა პერიოდულობით ასევე სომხეთში ხდება ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი. შავი ზღვის კაბელი რომელიც თქვენ ახსენეთ შესავალში იქნება სწორედ ეს საშუალება, რომელთაც ჩვენ ჭარბი ენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება და მივიღებთ იქიდან უცხოურ ვალუტას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ანუ ერთი კომპონენტი ენერგეტიკული საფრთხეებისთვის სწორედ ეს არის მეტი ადგილობრივი გენერაციის ობიექტების შექმნა, არა ჰესებს კი არა ხელი უნდა შეუწყოთ მაქსიმალურად ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას. სხვანაირად ჩვენს რეგიონში ყველგან ყველა აშენებს ამას და მე უკვე ჩვენ მათზე დამოკიდებული კიდევ უფრო მეტად გავხდებით. რაც რა თქმა უნდა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან ცუდია. იმიტომ რომ მუდმივად ჩვენი ქვეყნიდან ვალუტის გადინებას გამოიწვევს ენერგიის შესაძენად. მეორე კომპონენტი ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში ეს არის მისი ტექნიკური უზრუნველყოფა, ანუ მომხმარებლისთვის ამ ენერგიის ხარისხიანად და უსაფრთხოდ მიწოდება. ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ იგივე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას გაუზარდეთ საინვესტიციო პაკეტი და მნიშვნელოვანია რომ ახალი გადამცემი ხაზები შენდება, ქვესადგურები შენდება და ასე შემდეგ. ასევე გამანაწილებელ ქსელში გავაორმაგეთ ინვესტიციები, რომელიც დაუმტკიცეთ
თელას და ენერგოპროს. პრაქტიკულად საშუალოდ გაამჯობესონ გამონაწილებელი. კი ბატონო, თუ საშუალოდ თელასი ხარჯავდა წლის განმავლობაში 50-70 მილიონს, ეს არის წლიურად უკვე 100 მილიონამდე გაზრდილი, ენერგოპროში საშუალოდ 70-80 მილიონია, თითქმის 200 მილიონამდე 195 მილიონი ლარის მოცულობით არის ყოველწლიური მათთვის დამტკიცებული ინვესტიცია. რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი გადამცემი ხაზები მოწესრიგდება, უფრო მეტი ტრანსფორმატორები, ქვესადგურები მოწესრიგდება, ამიტომ აქაც ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება. და მესამე ეს არის უშუალოდ მომხმარებლის ხელმისაწვდომობა ენერგიაზე, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, საშუალოდ ერთსულ მოსახლეობის როსორი და ერთ ოჯახზე მისი შემოსავლის რა ნაწილი იხარჯება კომუნალური სერვისების სახით. აქაც ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს რეგიონში და ევროპაში ერთ-ერთი დაბალი სამოხმარებლო ტარიფები გვაქვს, ხელმისაწვდომობის კომპონენტი საკმაოდ კარგი გვაქვს, თუმცა როგორც ბევრ ქვეყანაში, ასევე ჩვენთანაც არიან მოწყვლადი მომხმარებლები, რომელთაც დაბალი შემოსავლები აქვთ და არიან სოციალურ უზრუნველყოფაზე. სწორედ ესეთი კატეგორიის მომხმარებლებისთვის სახელმწიფოს გააჩნია მთავრობის მიერ დამტკიცებული მოწყვლადი მომხმარებლების ხელშეწყობის კომპონენტი და სხვადასხვა კომუნალური სერვისების თანადაფინანსებას ახორციელებიან როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტები მუნიციპალური ბიუჯეტიდან. ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ჩვენ ჰესები ვახსენეთ, მაგრამ ამასობაში სხვა საშუალებები განახლებადი ენერგიის, რომელიც საკმაოდ შეიძლება ასე თქოს ხელშეწყობილია სახელმწიფოს მხრიდან. წახალისებულია ეს თემა, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია, რომელიც ერთ ამ ბიზნესში ერთვება, ბიზნესად უყურებს ამ ნაწილს, მეორე მხრივ მოსახლეობა, რომელმაც სერიოზული ეკონომია გაიკეთა, სწორედ მაგალითად ბზის პანელების გამოყენებით თუ ასე. აი, როგორ ხედავთ აი ამ ტრენდს, ასე თქვა, თქვენი დაკვირვებით? ტენდენცია მზარდია განახლებადი ენერგიის წყაროების ინსტალაციასთან დაკავშირებით. სემეკმა ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყეთ აღნიშნული მიმართულების რეგულირება. 100-დან 500 კილოვატამდე გავზარდეთ სწორედ ბზის პანელები, რაც თქვენ ახსენეთ. საკუთარი სახლის სახურავზე იქნება ეზოში, იქნება საწარმოების სემეკის სახურავზე მაქვს ნანახი ჩემი თვალი. კი ბატონო, ჩვენც დავამონტაჟეთ ჩვენ სახურავს და ჩვენვე მოხმარების გარკვეული ნაწილი სწორედ მწვანე ენერგიით ივსება. აქედან გამომდინარე, ამ ჩვენმა სხვადასხვა ხელშეწყობის კომპონენტებმა გამოიწვია ის, რომ დღეს 100 მეგავატზე მეტია უკვე მხოლოდ ესე სახლის სახურავებზე და ეზოებში დამონტაჟებული მზის პანელების სახით შექმნილი და მათგან ძირითადი ნაწილი ნახევარზე მეტი პრაქტიკულად ბოლოს 3 წლის განმავლობაში შეიქმნა. ნუ ყოველწლიურად ძალიან მზარდი ტენდენცია 30 წელს ვარაუდობ, რომ 40 მეგავატზე მეტი იქნება ესეთი დადგული სიმძლავრის მზის პანელები ქვეყანაში, რამაც რა თქმა უნდა ადგილობრივად კონკრეტული მომხმარებლებისთვის ან კონკრეტულ ასე თქვათ ქვესადგურების ტერიტორიაზე დამატებითი წყაროები გააჩინა და გამანაწილებელ კომპანიებს არ ჭირდებათ რომ სხვა ადგილიდან წამოიღონ ენერგია. ასევე მთავრობამ შეიმუშავა ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც დამტკიცდა 2 წლის წინ, ეს არის განახლებადი ენერგიების მიღების შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმი, ანუ ფასტაშორის სხვაობის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც 2 მნიშვნელოვანი აუქციონი ჩატარდა ჯამში 1000 მეგავატზე მეტია ის, ასე ვთქვათ, აუქციონის შედეგად უზრუნველყოფილი სიმძლავრეები, რომელთა ნაწილიც პროექტირების ფაზაშია, რომელთა ნაწილი მშენებლობაც დაწყებულია, ნაწილი მომავალში დაიწყება და ასე შემდეგ. და მერე უკვე ამ მეორე აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სხვებსაც, ვინც არის დაინტერესებული და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას ეკონომიკის სამინისტროში, გაუფორმოს მთავრობის მეშვეობით მემორანდუმი და ხელი შეუწყოს ამ მწვანე ენერგიის მშენებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალში კიდევ უფრო მეტ ადგილას ვნახავთ მზის პანელებს, კიდევ უფრო მეტ ადგილას ვნახავთ ქარის სადგურებს, კიდევ უფრო მეტ ადგილას ვნახავთ მცირე და საშუალო ეგრეთ წოდებულ უწყინარ
ჰესებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ენერგიას და მიაწვდიან სისტემას, მიაწვდიან მომხმარებლებს და ასევე გაჩნდება დამატებით საექსპორტო ენერგია. კი ბატონო, და მნიშვნელოვანია რომ თქვენი მხრიდან წახალისებულია ეს ნაწილი, ასევე მთავრობის მხრიდან წახალისებულია ეს ნაწილი. და უცებად მინდა გითხოთ ახლა წლის დასრულებამდე ფაქტობრივად აღარ 2 კვირა გვჭირდება დაახლოებით და გარკვეულწილად სემეკის მიმდინარე პერიოდის საქმიანობაზე რო ვთქვა შეჯამების სახით და მათ შორის ცხადია ტარიფები არის ხოლმე ყოველთვის აქტუალური თემა მოსახლეობისთვის, როცა თქვენ ხედავენ მით უმეტეს ბატონო დავით. ტარიფებით დავიწყებ და დავამშვიდებ მომხმარებლებს, რომ ტარიფების რაიმე ფორმით გადახედვა გაზრდა დაგეგმილი არ არის. ჩვენ გასული წლის ბოლოს 3 თეთრით შევამცირეთ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული სექტორისთვის და ეს შემცირებული ტარიფი შენარჩუნებული იქნება მომდევნო წელსაც. ბუნებრივ აირზე ასევე ჩვენ დავადგინეთ 5 წლიანი ტარიფი და აქაც ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის, ასევე გასული წლის ბოლოს დავადგინეთ წყალმომარაგების ტარიფები და წყალმომარაგების სექტორშიც ტარიფები რჩება უცვლელი. რაც შეეხება სემეკის საქმიანობა, ძალიან აქტიური იყო 2024 წელი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ისევე როგორც ევროპასთან ინტეგრაციის ნაწილში რეფორმების გატარების თვალსაზრისით ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ ელექტროენერგეტიკის სექტორში და ბუნებრივი გაზის სექტორში იმ ახალი მარეგულირებელი ნორმების შემუშავება, რომელიც სწორედ ევროპასთან ენერგეტიკული, ესე თქვათ, ჰარმონიზაციის ნაწილიდან გამომდინარეობს, მესამე ენერგეტიკული პაკეტიდან და ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და დავიწყეთ იმპლემენტაცია მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებისა. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სწორედ იმ დღის წესრიგით, რასაც ქვია ევროპასთან ენერგეტიკული ინტეგრაცია. მომხმარებლებს მხოლოდ მიმდინარე წელს ზედმეტად დარიცხული ან არასწორად დარიცხული გადასახადების სახით 1.5 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. 50-ზე მეტი საჯარო სხდომა გაიმართა, კომისიის საჯარო სხდომას გულისხმობს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და შესაბამისად კომისიამ როგორც მომხმარებელთა დაცვის თვალსაზრისით, ასევე რეფორმების თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და სწორედ ეს გადაწყვეტილებები ამ ყველაფერს ემსახურებოდა. იმ რასაც უყურებ, რა შეხებაც გქონია, შემთხვევაში ბიზნესი ეჭვიანობს ხოლმე ზედმეტად მომხმარებელზე ორიენტირებული სემეკი აქტიურად იცავს მომხმარებლის უფლებებს ამ ნაწილში, რაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ კომუნალურ კომპანიებს არ კონდეთ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მხოლოდ მომხმარებლებზე ორიენტირებული ვართ, მათ ნაწილში ყველა წესი ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი. ინვესტიციების შეთანხმების წესი, ტარიფის გაანგარიშების წესი, აუდიტის ჩატარების წესი და ასე შემდეგ. ერთი ახალი წესი, რომელიც სულ ახლახან 2-3 კვირის წინ მივიღეთ, ეს არის სანქცირების წესი. ანუ სანქცირების ნაწილში ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავწერეთ, როცა კომპანიებს ვასანქცირებთ ამა თუ იმ სამართალ დარღვევასთან დაკავშირებით, რა ტიპის დარღვევაზე, რა მოცულობის და როგორი სანქცია შეიძლება გამოიყენოს კომისიამ, ესეც საკმაოდ დეტალურად გავწერეთ. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, შემდგომი წელიც საინტერესო იქნება ამ კუთხით და მნიშვნელოვანია რომ მომხმარებლებს თქვენი იმედი ყოველთვის აქვთ და დამამშვიდებელი ხართ ტარიფების ნაწილში. გქონდეთ ყოველთვის ამ კუთხით. დიდი მადლობა, ბიზნეს ინსაიდერი დაბრუნდება ორშაბათს. ბიზნეს ინსაიდერს წარმოგიდგენთ თეგეტა.